პოლიტიკური შეფასებების თემა 3 წლის წინ უკრაინაში ომის დაწყების დროს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები და დღეს შეცვლილი რიტორიკა. განცხადებები გააკეთა როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში. ბოლოს ისტორია შეაფასებს იმ როლს, რაც საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებამ ითამაშა საქართველოს არასწორ მხარეს აღმოჩენაში, მაგრამ ჩვენ მაშინაც ეხლაც და მომავალშიც აუცილებლად იგივეს ვიტყვით, რომ სანქციები, რომელიც ზღუდავდა ფინანსურად რუსულ ინსტიტუციებს და ოლიგარქებს და სანქციები, რომელიც ეხებოდა რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით იმ თურქების არ მოხვედრას, რომელიც ომის ძალისხმევაში ეხმარება რუსეთს, ხო, აქ პოზიცია არ შეგვიცვლია, ადამიანობის საკითხია უბრალოდ. რუსებს, უკრაინელებამდე გენოციდი ქართული ხალხის აქვს ამ მიწაზე ნაწარმოები. ვერ იტყვით ვერცეთ განცხადებას, სადაც ოპოზიციის რომელიმე ლიდერი ამბობს, რომ ქართული აეროპორტებიდან ორგანიზებულად უნდა გავუშვათ მებრძოლები. ისეთ რამე არ ყოფილა იმ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, როცა მართლა ემოციები ძალიან მაღალ დონეზე იყო. ეს არის პროპაგანდა. სინამდვილეში ესენი გულშემატკივრობენ რუსებს, ჩვენ გულშემატკივრობთ რეგიონში ძლიერ თავისუფალ საქართველოს და თავისუფალ უკრაინას. რაც შეეხება სანქციებზე მიერთებას, ფინანსურ სანქციებზე ისედაც მიერთებული არიან და თვითონაც არ უარყოფენ, სხვა სანქციებს საქართველოს ურემბრივად არ შეუძლია რუსეთზე ზემოქმედება, იმიტომ რომ რუსეთი საქართველოსგან არაფერზე დამოკიდებული არ არის. არასდროს არსად, არც მე როდესაც დამოუკიდებელი დეპუტატი გახდით საქართველოს პარლამენტში და არც გიორგი გახარიას გუნდს, არ მოუთხოვია დამატებითი სანქციების დაწესება რუსეთზე, შესაბამისად ის ხაზი, რომელსაც ახლა დღეს ივანიშვილის პროპაგანდა ატარებს, დამატებით სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის მორიგი ტყუილი და მე არ ვარ ექსპერტი, რომ შევაფასო ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის შეფასება. პრემიერი ღარიბაშვილის მიერ იყო განცხადება გაკეთებული, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ვერ დაუწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციას. ამას მეორე დღიდანვე მოყვა მეორედ მოსვლა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედიის წარმომადგენლებში, NGO სექტორში, უკრაინაში, უკრაინელ ლომჯარიას დაუჯერეს სამწუხაროდ და ბომბების წვიმა აირჩიეს უკრაინაში, რასაც მოყვა ის, რაც მოყვა, ჩვენ დავინახეთ ეს და საბედნიეროდ ჩვენ აქ არ დაუჯერეთ, რა თქმა უნდა, ლომჯარიას. როდესაც თელი სოფლიო გაწובה, რომ ჩვენ როგორმე შეგათრიოს აი ამ სისხლისღვრაში და ცეცხლში, ძალიან ძნელია გაუძლოთ თუნებას იმისა, რომ წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდები შენს მიმართ პოზიტიური განწყობები იქნება, მაგრამ სამაგიეროდ ქვეყანა იქნება რთულ მდგომარეობაში, მძიმე მდგომარეობაში, გრევა იქნება შეუქცევად. ეს გააკეთა სააკაშვილმა თავის დროზე და დღემდე 20% ტერიტორიების არის ოკუპირებული. ქვეყნის ინტერესები არის მთავარი, მაშინ, როდესაც ესეთი სერიოზული მძიმე პროცესები მიმდინარეობს სოფლიოში და ის სიცრუე, რომ თითქოს ეს არასდროს არავის არ უთქვამს, არის კიდევ ერთი ინდიკატორი, მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოიტყუო.